Russet brandy in a diamond glass. Everything. მოგესალმები ირაკლი. სხვათა შორის ეხლა სანამ ჩაწერას დავიწყებდი, გამახსენდა რომ პირველი პერიოდის პროექციას, როდესაც ვაკეთებდით, მაშინ ძალიან ხშირად ყავდა ცნობილი ადამიანები, ქართული კინოს, თეატრის წარმომადგენლები, მაგრამ ასევე მქონდა გაცნობიტი ხასიათის გადაცემები და ბოლო პერიოდის გადაცემებში პრაქტიკულად პირველი ხარ, ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ჩემთვის საპასუხისმგებლოა და დიდი პატივია იმ გადაცემის სტუმრობა, რომელშიც ამდენი ღირსეული ადამიანი ყოფილა და გარკვეულწილად ეს უხერხულობასაც კი მიქნის. მათ ფონზე მეც იგივე გადაცემაში მივიღო მონაწილეობა. მადლობა მოწვევისათვის. მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ხარ ახალგაზრდა იურისტი. ამჟამად რამდენადაც ვიცი, სამშობლო კომპანია მარდი ჰოლდინგის დირექტორი. მე მახსენდება პერიოდი, როდესაც პირველად გაგიცანი შენ, ჩვენში საკმაოდ საგრძნობია საკობრივი სხვაობა და ძალიან შთამბეჭდავი მომენტი იყო, როდესაც გადმომეცი, გავცვალე წიგნები თუ არ ცდები, მე მქონდა პლატონის ნადიმი და შენ მქონდა პლატონის ტიმეოსი. და მითხარ, რომ წაიკითხო, საინტერესოა და ჩემთვის იყო უჩვეულო, იმიტომ რომ იყავი საკმაოდ პატარა და მაგ პერიოდში როგორც წესია, ამ მსგავსი ტიპის ლიტერატურას ვერ ეკიდებიან ხოლმე და რას ფიქრობ, რა მიზეზებმა განაპირობა ის, რომ საკმაოდ ნაადრევ ასაკში ანტიკური ხანის ფილოსოფიას ეცნობოდი, ესე რომ ვთქვათ. ეს ხო ჩემი დამამთავრებელი კლასი და ის პერიოდი, როდესაც მე უკვე კაფეოდ ვიყავი ჩამოყალიბებული თუ რა პროფესიას ავირჩევდი, რა პროფესიით გავაგრძელებდი შემდგომ ცხოვრებას. და სწორედ ამ პროფესიის არჩეველმა განაპირობა, რომ სიღრმისეულად გავცნობოდი მაგ შორის პლატონს, იმიტომ რომ პლატონის ნაშრომები საკმაოდ აქტუალურია სამართლის თეორიაში და ალბათ შემდეგ პლატონის სახელმწიფოს მოყვა სხვა ნაწარმოებებიც, როგორც არის ტიმეოსი, ჩვენ გავცვალეთ ნადიმი, მახსოვს და სხვა ნაწარმოებები. მაგ პერიოდში, როდესაც მსგავსი ტიპის ლიტერატურას ეკიდება ახალგაზრდა, უჩვეულოა ხოლმე და გარკვეულ კონფლიქტს არ იწვევდა, შენს პროტესტს არ იწვევდა დაუშვათ. გასაგებია, რომ გადაწყვეტილი ქონდა საკმაოდ საინტერესო ფორმით, რომ დაუშვათ იურისპრუდენციაში გაცნობოდი თუნდაც პლატონს. ამ პერიოდში ახალგაზრდები უფრო სხვადასხვა გატაცებებით არიან დაკავებულები და შენ ეს სხვაობის შეგრძნება გქონდა შენი თაობის ბავშვებთან. ალბათ გამიგე ხო სწორად რას გულისხმობ? ალბათ იყო ეს მომენტებიც, მაგრამ არა იმდენად საგრძნობი და ხელშესახები. ანუ მიუხედავად ამ ტიპის ლიტერატურისა, შენ მაინც შებოდი მათთვის ჩვეულებრივ. მე მაინც ვიყავი მათი მეგობარი, მათი წრის ნაწილი და ეს გაუცხოება არასდროს არ ყოფილა ჩემსა და ჩემ თაობას, ჩემს მეგობრებს შორის. არ ვიცი, ალბათ ეს იმ წრის დამსახურებაცაა, რომელიც წრეშიც მე ვიყავი ყოველდღიურად. ჩემი სამეგობრო წრე და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახს, იმპულსები, мотиваციები, ამ ყველაფრის мотиваციას მეკნიდა ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები. ამან განაპირობა ჩემი ინტერესი ასეთი ლიტერატურის მიმართ და ზოგადად ლიტერატურის მიმართ. როგორია დღეს თანამედროვე ქართველი? როგორი უნდა იყოს? ვინ არის დღეს თანამედროვე ქართველი? ვინ არის თანამედროვე ქართველი? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაგებია ერთგვარი წინაპირობას გიკეთებ მომდევნო კითხვისას. გასაგებია, მე ამ კუთხით არ მიფიქრია მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ არც ისეთი მზაპასუხი მაქვს, რომ ასე გავცე ფორმულის სახით, მაგრამ როგორია ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორი უნდა იყოს, შემიძლია რაღაც ესე მოკლედ ვთქვა, დღევანდელი ქართველი არ არის მოქალაქე. მასაკლია პასუხისმგებლობა, უფრო მეტი ემოცია მის ყოველდღიურ ქმედებებში, ყოველდღიურ ნაბიჯებში, ვიდრე ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ყოფილიყოს ქართველში და არა მარტო ქართველში, ადამიანში. რას ფიქრობ, რა უშლის ხელს? არის ტრადიციები, რომლებსაც ღებულობ, ან რომლებიც არ მოგწონს ზოგადად? ტრადიციების მიმართ არც მთლად ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ არც მაინდა-მაინც ხარ კარგი მომხმარებელი ქართული სუფრის? არა, ნამდვილად არა, ნამდვილად არ ვარ. სხვათა შორის ბოლო კვლევებით აღმოჩნდა, რომ კომპანიების მმართველები, თუმცა
ღვინის მის კულტურაზე ოდნავ მოგვიანებით და ღვინოს კულტურაზე ოდნავ მოგვიანებით მინდა ვისაუბრო შენთან, მაგრამ აღმოჩნდა რომ კომპანიების მმართველები, რომლებიც განსაკუთრებით ასე ვთქვათ, განსაკუთრებული კულტურით ეკიდებიან ღვინოს, გაცილებით წარმატებულები არიან, იმიტომ რომ მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი წამყვანი თემაა ღვინო. ღვინოს ვეკიდები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ღვინო ჩემთვის რაღაც მეორე პროფესიაც არის ენოლოგია და ღვინოსთან დაკავშირებული ენოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ქართული სუფრების უმრავლესობა ჩემთვის გარკვეულწილად მოსაწყენია მეთქი ვერ ვიტყვი. აქ არის რაღაც ერთიანი ხაზი, თითქოს სუფრა როცა იწყება, იცი როგორ დამთავრდება, იცი ყოველი მომდევნო სადღეგრძელო და ეს არ იწვევს მაინდა-მაინც დადებით ემოციას და ამ კუთხით არა ვარ ქართული სუფრის, აი როგორც რას ეს გარკვეულ დისკომფორტს არ გიქმნის ურთიერთობებში. არის შემთხვევები, როდესაც მიუღებელია ჩემი თანამეინახეებისათვის ჩემი საქციელი, მაგალითად შემიძლია თავისუფლად გავაპროტესტო რომელიმე სადღეგრძელო და უბრალოდ არ მივიღო ეს სადღეგრძელო და ჩავანაცვლო რაიმე სხვა სადღეგრძელო და ბუნებრივია ეს იწვევს რაღაც და კონფლიქტურ სიტუაციას არა, მაგრამ ეპატაჟურ სიტუაციას ნამდვილად იწვევს ამ ურთიერთობაში. თუმცა არ მიდის კონფლიქტამდე, ნამდვილად არ მიდის. ესე ხარ ეპატაჟური? ეპატაჟური ალბათ არა, მაგრამ რაღაც ნაწილებში მაქვს ჩემი დამოუკიდებელი განსხვავებული აზრი, რომელთა გამოხატვას არ ვერიდები. და ვთვლი რომ არაფერი არ არის ამას სათაკილო თუ სხვისგან განსხვავებული აზრი გაქვს. ზოგადად ამ ტიპის პროტესტის შენში ინდივიდუალური ფაქტორია თუ მოდის ოჯახიდან, ანუ ოჯახიდან ბუნებრივია კარგი გაგებით ვიძახი, როდესაც პიროვნებად ყალიბდები და როდესაც შენი შეხედულებები გაქვს, მეტწილად დიდი დამსახურებაა ოჯახის ამაში. ოჯახს წვლილი მიუძღვის იმდენად, რამდენადაც არასდროს არ მიშლდნენ თუ შეიძლება ასე ვთქვა, რაღაცის გაპროტესტებას არასდროს არ იყო ჩემს მიერ რაღაცისადმი პროტესტის გამოხატვა გაკიცხვის საგანი ჩემ ოჯახში. და ალბათ ამანაც წააქეზა ჩემში ეს თვისება, ხასიათის ეს თვისება, რომ საკითხები, თუნდაც ტრადიციული საკითხები, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, დავაპროტესტო, ოღონდ დავასაბუთო, რატომ ვაპროტესტებ ამ ყველაფერს. ოჯახმა შეუწყო. გარკვეულწილად არის ეს ალბათ ინდივიდუალური შემდეგ შეძენილი თვისება ოჯახისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ ორივე სიმბიოზია, სიმბიოზისგან შედგება. ძალიან იშვიათად შეხვდები დღეს კერძოდ ბათუმში მაინც ახალგაზრდას, რომელიც გატაცებულია თანამედროვე აღმოსავლური ლიტერატურით. რამ გამოიწვია შენში ეს ინტერესი, თუ ძალიან ბანალურად არ ჟღერს ეს კითხვა? რატო გიტაცებს თანამედროვე, რატო აკვირდები ამ ტენდენციებს თანამედროვე აღმოსავლური ლიტერატურისა? აღმოსავლური ლიტერატურისადმი დაინტერესება ეს ნაწილია ზოგადად ჩემი ინტერესისა აღმოსავლეთის მიმართ, ახლო აღმოსავლეთის გულისხმობ უფრო კონკრეტულად არაბულ სამყაროს. ალბათ ის უამრავი სტერეოტიპი, რაც დაგროვდა ამ საზოგადოების მიმართ და უმეტესობა ამ სტერეოტიპისა არის ნეგატიური ხასიათის. რაღაც დროის რაღაც მომენტში გადავწყვიტე რომ ცოტა ჩავრღმავებოდი ამ სტერეოტიპებს და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე რომ ის ნეგატივი აბსოლუტურად გამოცლილია საფუძველს აღმოსავლური სამყაროს და ისლამური სამყაროს მიმართ და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ კულტუროლოგიური თვალსაზრისით, ლიტერატურის თვალსაზრისით თანამედროვე არაბული ლიტერატურა განსაკუთრებით იმ საოცარი სიღრმე აქვს. საერთოდ არაბების მიმართ ძალიან პატივისცემი თუ არ ხმათ განწყობილი. თანამედროვე არაბულ მწერლებზე, განსაკუთრებით იმ მწერლებზე, რომლებიც არიან ნაზიარები დასავლურ კულტურას, მათ მიერ დანახული აღმოსავლურ ტრადიციებზე გაზრდილი არაბი მწერლის მიერ დანახული და შემდეგ დასავლეთში მიღებულ განათლება მიღებული ან უბრალოდ იმ საზოგადოებაში ნამყოფი მწერლის მიერ დანახული სობლახმა აბსოლუტურად განსხვავებულია, რომანტიულია. ბევრი საინტერესო მიმართულებებია. მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი ესეთი სასტიკი ნიშა უჭირავთ თანამედროვე მსოფლიოში,
რამდენად რომანტიულები არიან არა ლიტერატურაში? ძალიან რომანტიულები არიან და არა მარტო ლიტერატურაში. თვითონ ენა. კინოს თუ ადევნებ თვალს? რა თქმა უნდა. ენაზე ოდნავ მოგვიანებით. რა თქმა უნდა, არაბულ კინოსაც, კინემატოგრაფიასაც ვადევნებ თვალს და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორია ნადინ ლაბაკი. მისი ფილმები საკმაოდ პოპულარულია ჩვენშიც. თანამოაზრეები ყავს ადამიანები ვისთანაც ჯგუფი ადამიანების ვისთანაც ამ საკითხებზე საუბრობ. თუ ძალიან მარტო ხელა ხარ? არა, უფრო მარტო ხელა ვარ და ჩემი ეს საუბარი ცოტა უფრო საინტერესოა მათთვის რაღაც ეგზოტიკა ამაში და თითქოს დამაფიქრებელიც კი არის ამდენი პოზიტივი მათთვის არაბული სამყაროდან, როდესაც არაბული სამყარო დღეს გაბატონებული რაღაც შეხედულებებით ასოცირდება, პირველი ასოციაცია არის ტერორიზმთან და რაღაც მის ანალოგებთან. სპარსულ პოეზიასთან მეგობრობ? სპარსულ პოეზიასთან ალბათ უფრო ნაკლებად, უფრო არაბულთან. მე რამდენადაც შენ არაბულს სწავლობ. გიცდია ჯერ ორიგინალში წაგეკითხა თუ ჯერჯერობით ეს ალბათ რთულესია. არა, ორიგინალში მიცდია იმათი წაკითხვა, რომლის თარგმანი ქართულად ან რუსულად ხელთა მაქვს და შედარება, მაგალითად მიცდია ბიბლიის წაკითხვა, არაბულ ნათარგმნი ბიბლიის წაკითხვა, მიცდია ქილა და დამანას წაკითხვა, მიცდია ყურანის წაკითხვა, არაბულად ეს ერთ-ერთი ურთულესი ტექსტია და რამდენიმე წლის წინ ითარგმნა ქართულად გიორგი ლობჟანიძის მიერ, სხვადასხვა არ ვიცი დღემდე არის თუ არა საქართველოში ეს თარგმანი აღნიშნული, მაგრამ ამ თარგმანმა იგივე ირანში მიიღო სახელმწიფო პრემია. ჩვენთან რაღაც შეუმჩნეველი დარჩა ეგ თარგმანი. ეგ ძალიან სამწუხარო ფაქტია ჩემთვის. კი, რამდენად აწესრიგებს შენს რას ფიქრობ? კულტურული ურთიერთობები თუნდაც კონფლიქტებს ქვეყნებს შორის. ეხლა მაგალითად ჩვენ ახლა საუბრობთ ძალიან დიდი სითბოთი ისლამურ სამყაროზე. უახლოეს სულ რამდენიმე დღის წინ გახსოვს კონფლიქტები, რომლებიც ასე ვთქვათ ჩვენს მოსახლეობას შორის იყო და სულ მიკვირს, როდესაც ჩვენ შეიძლება არსებდეს კულტურული ფორმები ურთიერთობების, რამდენად უხერხულ ფორმებში გადადის. რას ფიქრობ, რა იწვევს ხოლმე ასეთ დამოკიდებულებებს? თუნდაც ეს რაღაც ღორის თავი დიახ, ალბათ ეს ერთ-ერთი ამის მიზეზი არის ის, რაც მე აღნიშნე, სტერეოტიპები და ინფორმაციის ნაკლებობა. ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში თვითონ რაც წარმოადგენს ეს კულტურა თავისთავად. თუმცა იძულებითი ფორმებია, მე მაინც ვფიქრობ. მე იმ ადამიანებისაც მიკვირს, რომლებიც იმ უბანში ხსნიან ამ დაწესებულებას, სადაც ისინი სასურველნი არ არიან, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ. ხო შეიძლება რომ მოიძებნოს სხვა ტერიტორია ამისთვის თუნდაც. ალბათ შეიძლება, მაგრამ შეიძლება ასე შევხედოთ იმ ადამიანებს აქვს ჩვენზე უფრო დიდი წარმოდგენა, უფრო დემოკრატიულები ვგონი ვართ, ვიდრე რეალურად ვართ, უფრო მეტად ტოლერანტები ვგონი ვართ, ვიდრე რეალურად ვართ და მათთვის ეს ნაბიჯი არ ასოცირდება რაღაც საფრთხეებთან. შეიძლება მეორენაირად შევხედოთ, შეიძლება ეს მათთვის რაღაც პიარის ელემენტია, პირიქით იციან რომ ეს ასე მოხდება და ამით ცდილობენ რაღაც ჩაგრულის მანტიაც კი მოისხან. არ ვიცი, რთულია ასე ცალსახად შავად და თეთრად შეფასება ამ საკითხების, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ის რაც აკლია და ჩვენ გვაკლია ამ აღმოსავლურ სამყაროსთან, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ისტორიულად კავშირები ძალიან ღრმა არის, გვაკლია ინფორმაცია. არ გვაქვს ინფორმაცია ჩვენთვის, თუნდაც სკოლაში რასაც გვასწავლდნენ როგორც მხოლოდ დამპყრობელს, მაგალითად არ მახსენდება არც სასკოლო ლიტერატურაში, არც მხატვრულ ლიტერატურაში, ისტორიაში პოზიტიურ კონტექსტში განხილული რომელიმე არაბი მწერალი ან სპარსი მწერალი ჩვენთვის იყო დამპყრობელი და აქ თავდებოდა სწავლება და ეს ილექება როგორც მეხსიერებაში, ისევე ქვეცნობიერში და ბუნებრივია. სიძულვილი ბუნებრივია და ეს პოულობს თავის გამოხატულებას ასეთ ფორმებით, თუნდაც იმ ფორმით, რაც ჩვენ ვიხილეთ რამოდენიმე დღის წინ. ღვინოზე მინდა ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ მე პრაქტიკულად ამ კეთილშობილ სითხეს არ მოვიხმარ. ვიცი რომ ძალიან დაინტერესებული ხარ ღვინით. საიდან წამოვიდა ესეთი ინტერესი? სვამ ხოლმე თუ ისე აგემოვნებ? აი, მხოლოდ ვაგემოვნებ. საიდან წამოვიდა? ინტერესი რაღაც ისეთი ბანალური შემთხვევა იყო. რამოდენიმე წლის წინ დაახლოებით 5 ან 6 წლის პრობა გიტაცებს ეს? არა, აბსოლუტურად არ მიტაცებს, აღარ მიტაცებს უბრალოდ შემიძლია ვთქვა. მეც როგორც ყველა ჩემი თანატოლი მომხმარებელი ვიყავი ნაკლებად ღვინის, უფრო მაგარი სპირტიანი სასმელებისა. ერთ-ერთი ასეთი ჩვენი ნადიმის დროს შემემთქვა ისე პლატონის ნადიმი. არის ნამდვილად განსხვავდება პლატონის ნადიმისგან, ის რაც ჩვენ ჩავიდნენ. ვერც დაგიფაროთ. ნამდვილად შემემთქვა ისეთი რამ, რამაც
უბრალოდ შემაშინა და დამაფიქრა, რა საფრთხის წინაშე დავაყენე ჩემი თავი, რა საფრთხის წინაშე დავაყენე ის წრეის მეგობრები, რომთანაც ერთად მე იმ კონკრეტულ მომენტში ვიყავი და ჩემ თავს რაღაც ერთგვარი აკრძალვაც კი დაუწესი ალკოჰოლის მიმართ. და ამის შემდეგ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ერთხელ ახალი ღვინის ფესტივალზე თბილისში, მაშინ ეს პირველი ფესტივალი იყო და მაშინ დავინტერესდი ღვინით. ღვინით არა როგორც უბრალოდ თრობის საშუალებით, არამედ როგორც სითხით, მოვლენით, რომელიც რომლის ირგვლივ შეიძლება დაუსრულებლივ ვისაუბრო, რომლის შესახებ და რომელშიც შეიძლება აღმოაჩინო ისეთი ემოცია, ისეთი არომატი, რომ რთულია, რომ ერთი შეხედვით წარმოიდგინო, რომ ღვინომ შეიძლება ამდენი მიზეზი მოქცეს რაღაც შემდგომი ინსპირაციებისთვის. იყო პერიოდი, როდესაც მიმაჩნდა, რომ ქართველები ძალიან ბოროტად მოвихმარდით ამ სითხეს. და რაღაც ერთგვარი ალკოჰოლიზმი გავრცელებული სენი იყო. მე აღმოაჩინე, რომ ქართველები სად ვართ კიდე ძალიან ბევრი ქვეყნებია, სადაც ეს გაბატონებულია ყოველდღიური ლოთაობა, რომ ესე რომ ვთქვათ რა. და შენ მაინც რას ფიქრობ, რამდენად მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს მე რამდენად დაწურვის რამდენიმე წესი არსებობს და მათ შორის ქართულის ერთ-ერთი მთავარი წესი არის, ესე რომ ვთქვათ, რომელიც იუნესკომ შეიტანა არამატერიალურ კულტურას. მაგრამ შენ რას ფიქრობ მაინც, რამდენად გვაქვს კულტურა ჩვენ ამ კეთილშობილი სითხის მოხმარების და აი ამ მიმართულებით შენი პროტესტები მაინტერესებს. ფაქტია და ბოროტად გამოვიყენებთ ხოლმე. სადაოც აღარ არის უკვე არა მარტო თქვა უბრალოდ მომხმარებლებს ჩვეულებრივ ობივატელებში, არამედ მეცნიერულ დონეზეც, რომ საქართველოს არის ღვინის ერთადერთი თუ არა სამშობლო. საქართველოში აღნუსხულია 523-მდე ციფრს არ დავასახელებ ენდემური წარმოშობის ღვინის ჯიშები და ამ ყურძნის ჯიშებისგან მიღებული აბსოლუტურად უნიკალური ღვინოები. ახლა დრო დავიწყო ჩვენ იმის მტკიცება, რომ ქართველები უბრალოდ წურავთ ღვინოს და არ ვიცით მისი მოხმარება, არ ვიქნებით მართლები, უბრალოდ რაღაც ისტორიულმა მოვლენებმა დაღი დაგვასვა და არასწორად დავიწყეთ ამ ღვინის მოხმარება. გადავხედოთ ისტორიას, აბსოლუტურად სხვა იყო ღვინის მოხმარების კულტურა, იგივე სუფრის ტრადიცია აბსოლუტურად სხვა იყო და აბსოლუტურად სხვა არის. რატო განიცადა დევალვაცია ისე, რამ განაპირობა? გაგვაფუჭეს მოკლედ ქართველები რა ესე რომ. კი, შეიძლება ეგრეს ვთქვათ. ალბათ ეს იყო კულტურული წნეხი სხვა უფრო დიდი კულტურების მხრიდან, მაგალითად და ბოლო 70 წელი ეს იყო პიკი ამ ყველაფრისა, რამაც დააგვირგვინა ეს ყველაფერი და გადავედით ღვინის უბრალოდ უხეშ ბოროტ გამოყენებაზე და არაფერი არ აქვს ამას საერთო. ამჟამად აღარ როგორც აღნიშნე, ხარ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორი მარდი ჰოლდინგის. ძალიან ხშირად ისმის დადებითი და ასევე უარყოფითი კრიტიკა, შეფასებები ქალაქის ურბანიზაციაზე. შენ მე ვფიქრობ, რომ ეხლა ხელგეწიფება ამ მიმართულებით გარკვეული ინოვაციების შეტანის საშუალება გაქვს, იმიტომ რომ კომპანიის დირექტორი ხარ. აქცევ ხოლმე ყურადღებას ამ პროცესებს უშუალოდ. როგორ მოგწონს დღევანდელი ქალაქის ურბანიზაცია, ბათუმის ურბანიზაცია? რა ჯგუფს განეკუთვნები? აკრიტიკებ თუ მოგწონს თუ ორივე ერთად ესე რომ? უფრო ალბათ ორივე ერთად. ბოლო პერიოდში ამ ურბანიზაციის კუთხით იმდენი რამ შეიცვალა ქალაქში, იმდენი რამ განვითარდა, ამ სიტყვის შეგვიძლია ვთქვათ როგორც პოზიტიური გაგებით, ასევე ნეგატიური გაგებით, რომ არ ვერ ვიტყვი ცალსახად ყველაფერი ან მომწონს, ან ცალსახად და ხელაღებით არაფერი არ მომწონს. და სწორედ აღნიშნე, რომ არა მარტო ჩვენ კომპანიას, ზოგადად სამშენებლო კომპანიების მიუძღვით ლომის წვლილი შემდგომ განვითარებაში, ის რაც მოხდა, ალბათ ამის გამოსწორება კომპანიებს ნაკლებად ხელ ეწიფებათ, მაგრამ სამომავლოდ მიუძღვით ლომის წვლილი და ეს უნდა გამოიხატოს სიტყვებით მარტივად, მაგრამ გასაკეთებლად ეს არის რასაც ქვია სოციალური პასუხისმგებლობა. არა უბრალოდ რაღაც მარტივად ფულის მოგება, ბიზნესის კეთება და აქედან შემოსავლის მიღება, არამედ ფიქრი ქალაქზე, ფიქრი ზოგადად ურბანულ სივრცეზე, საზოგადოებრივ სივრცეზე. დღეს უფრო და უფრო ნაკლები რჩება ადგილი ამ საზოგადოებრივი სივრცეებისა და ჩვენ ვხედავთ არაერთ ადგილს
თქვა იგივე რეკრეაციულ ზონებს, გამწვანებულ ზონებს, სადაც უშველებელი შენობა ნაგებობები აღიმართება. ალბათ საჭიროა ქალაქი იზრდება მაინც და ქალაქი იზრდება, ეგ გეთანხმები ქალაქი იზრდება, მაგრამ სამწუხარო აქ ის არის, რომ ქალაქი იზრდება ქალაქის ერთი ლოკალური ადგილი და აბსოლუტურად ყურადღების ალბათ ესეც გადალახვადია, იმიტომ რომ შეივსება და შემდეგ დაიწყება განვითარება. აი ეგ არის პრობლემა, სწორედ როგორ შეივსება და რას მივიღეთ იმ შევსებული ქალაქისგან, ეს არის პრობლემა. ალბათ უფრო სწორი იქნება, რომ ეს რაღაც გადანაწილდეს თანაბრად და არ მოხდეს რაღაც თავკომბალა ქალაქის თავკომბალა ნაწილი, სადაც უბრალოდ ნემსის ჩასაგდები ადგილიც აღარ იქნება და ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქს იმ სივრცეების ასათვისებლად, რომელიც არ აგვითვისებია, რომლისთვისაც აქამდე არც ყურადღებაც კი არ მეგვიქცევია. ზოგადად შენთვის ბათუმი კომფორტული ქალაქი არის. ჩემთვის პირადად ძალიან კომფორტული ქალაქია, იმიტომ რომ მიუხედავად ამ უამრავი კრიტიკის, რომელიც აი სამშენებლო კომპანიების მიმართ ისმის და ზოგადად ურბანიზაციის მიმართ ისმის, ბათუმი ჯერჯერობით ძალიან კომფორტული ქალაქია, იმიტომ რომ პატარა კომპაქტური ქალაქია, ყველაფერი ახლოს არის, ყველაფერი ხელმისაწვდომია. შენთვის კომფორტული ქალაქია ბათუმი? ჩემთვის ბათუმი ალბათ ყველაზე კომფორტული არ მარტო ქალაქი, ადგილია. ბათუმი არის ის ადგილი, სადაც ვნახულობ, მხოლოდ სადაც ვნახულობ ფერაციზმებს და არცაც სხვა. მხოლოდ ამ ქალაქში მესიზმრება სიზმრები თერებში. და ეს დავაფიქსირე სრულიად, ალბათ უფრო უტრირებას ვახდენ. ხო, სიზმრები შავთეთრია. შავთეთრია, უტრირებას ვახდენ მე ალბათ საკითხისას. მე რაღაც სამსახურეობრივად რამოდენიმე წელი მომიწია თბილისში ცხოვრება. იქ მუშაობდი, იქ ცხოვრობდი. თბილისი ძალიან კომფორტული, ძალიან მიყვარს ქალაქი. და მას შემდეგ რაც დავბრუნდი, მაშინ აღმოვაჩინე, რამდენად ძვირფასია ეს ქალაქი ჩემთვის, რამდენად ძვირფასია ის ურთიერთობები, რომლებიც ამ ქალაქმა ჯერ კიდევ შეინარჩუნა, მიუხედავად ამ ყბადაღებული გლობალიზაციისა და ამ სხვა სახის ურთიერთობისა, რომელიც უკვე ვითარდება ადამიანები შორდებიან ერთმანეთს. ეს ბათუმში მაინც რაღაც დოზით და ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტ დოზით შენარჩუნებული ამ ქალაქში. შეიძლება მე სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ მე ამ ქალაქში ვარ გაზრდილი, მაგრამ ჩემთვის ბათუმი არის ყველაზე კომფორტული ქალაქი, სადაც გლობალიზაციის კულტურაში შეეხედა, გაღელვებს ხოლმე ზოგადად ეს პრობლემა, რაც გლობალიზაციის კულტურას გააჩნია ნეგატიური თვალსაზრისით, აი ის რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ფუჭება, ნაკლები ნდობა, ესე რომ ვთქვათ, და მიუხედავად ამისა, მაინც ასე ვთქვათ, ერთიან სივრცეში მოქცევა. რა თქმა უნდა, მაღლობს ეგ საკითხი, მიფიქრია ამ საკითხზე, მაგრამ ეს ის თემაა, რომელსაც ვერ გავეცე. შეუქცევადი ხასიათისა, უბრალოდ აქ ვინ როგორ დაუდგება ამას, ნუ ზოგადად გლობალურმა კულტურებმა არ ჩაყლაპოს და არ თანთქას პატარა კულტურები, რის საფრთხის წინაშე რეალურად ეს პატარა კულტურები ჩემი აზრით იმყოფებიან. ხშირად მიჩნდება ხოლმე შეკითხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან ნაადრევი ასაკიდან ცდილობენ უფრო სიღრმისეულად ჩაწვნენ საგნებს, მოვლენებს. რა არის მნიშვნელოვანი პიროვნული ზრდისთვის ადამიანის შემთხვევაში? შენ რას ფიქრობ? რით უნდა ასაზრდოებდეს ადამიანი საკუთარ თავს, რომ ის ჩამოყალიბებული სრულფასოვანი პიროვნება იყოს? ალბათ განვითარებაზე ფიქრით. რა არის შენთვის განვითარება, ირაკლი? განვითარება პირადად ჩემთვის არის დაუკმაყოფილებლობა იმისა, რაც ვიცი, რაც გამაჩნია, არა სამოხმარებლო კუთხით, არამედ კარგი გაგებით, რაც ვიცი, ეს არასოდეს არ უნდა მიიღო, რომ ეს საკმარისია. არასოდეს არ უნდა ჩათვალო, რომ შენ უკვე აითვისე ის რისი ათვისება შეგეძლო და ამის იქით არაფერი აღარ არის საინტერესო, შენ უკვე მიაღწიე.